ფრანგული მონდის ცნობით უკრაინის საჰაერო თავდაცვა ვერ უმკლავდება რუსეთის მხრიდან გააქტიურებულ დარტყმებს. ამასთანავე, კიევს თავდასხმების მოსაგერიებელი საბრძოლო მასალა უმთავრდება. გამოცემა წერს, რომ უკრაინის ტერიტორიის დაცვა სულ უფრო რთულდება. სამიზნეების რაოდენობა და მრავალფეროვნება, დრონები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, ასევე რთული ტრაექტორიები საჰაერო თავდაცვის სისტემაზე ზეწოლას ზრდის. 2024 წელს უკრაინამ შეძლო თავდაცვის აწყობა მობილური საზენეტო დანადგარებით, საშუალო და დიდ მანძილზე მოქმედი რაკეტებით, ვერტმფრენებით, გამანადგურებლებით და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. იმ დროს უკრაინელები შაჰიდის დრონების 90%-ს ანადგურებდნენ. ახლა ზოგიერთ რაიონში ეს მაჩვენებელი 30%-მდე შემცირდა. ოდესის ოლქის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურის მოადგილე აღიარებს, რომ ცუდი ტენდენციაა. მისი თქმით, დრონები ახლა 2000-3000 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავენ და საზენიტო არტილერიისთვის მიუძდომლები ხდებიან. მათი ჩამოგდება შეუძლებელია 500 კმ/სთ სიჩქარეზე. თანამედროვე რუსული უპილოტო თვითმფრინავები აღჭურვილები არიან 90 კილოგრამი ასაფეთქებელი საშუალებით, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ადრე იყო. შიგთავსი სხვადასხვა გვარია: მსხვერვადი, თერმობარეული, სარაკეტო ასაფეთქებლები. ოდესის საზღვაო პორტს ცალკე პრობლემები აქვს. რადიოელექტრონული ბრძოლის ანტენების დაყენება ზღვაში შეუძლებელია. უკრაინის არმიის გამანადგურებლები კი ყირიმში განთავსებულ სარაკეტო დანადგარებით მოწყვეტილები არიან. შაჰიდის ჩამოსაგდები რაკეტები ძალიან ძვირიღირს. მათი დეფიციტი კი უკვე კრიტიკულ ზღვარზეა. უკრაინელი სამხედრო, რომელიც საჰაერო თავდაცვაში მსახურობს, ყვება, რომ რუსეთი იყენებს ახალ რაკეტებს, ბანდეროლს და სულ უფრო ხშირად მიმართავს რთულ ტრაექტორიებს, ასევე ფიზიკურ და ელექტრონულ ხაფანგებს, რომ უკრაინელებს საბრძოლო მასალები დაახარჯინოს და სისტემა გადაუტვირთოს. გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენლის იური იგნატის მონაცემებით პეტრიოტი უძლურია ისკანდერის რაკეტების წინააღმდეგ. სისტემები ცუდად მუშაობს და სრულ დაცვას ვერ უზრუნველყოფს. დაფარვის რადიუსი სულ რაღაც 25 კილომეტრია, ხოლო ისკანდერის რაკეტები ფინალურ ფაზაში ტრაექტორიას ცვლიან და ცრუ სამიზნეებს იყენებენ, რითაც გათვლებს აზრი ეკარგება. ფრანგული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ წყაროების ცნობით უკრაინას უკვე წელიწადნახევარია არ მიუღია რაკეტები ფრანგული სისტემისთვის პროტეილი. Military Watch Magazine წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი და უკრაინის არმიის რაკეტები ჰაერში აფეთქდა, მაგრამ არის ნიუანსი. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა წერტილოვანი დარტყმები მიაყენეს ოდესის პორტში კონტეინერებს, ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის ისკანდერი M. არსებობდა ინფორმაცია, რომ გემს გადაქონდა სამხედრო ტვირთის სავსე ასობით კონტეინერი, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატები. გამოცემა წერს, რომ უკრაინა განაგრძობს იარაღის მიღებას მთელი დასავლური სამყაროსგან და თურქეთისგან უზარმაზარი მასშტაბით. ამასთანავე სამხედრო ტექნიკის ძირითად ნაწილს შეფასებების თანახმად ქვეყანას პოლონეთის და რუმინეთის გავლით აწვდიან. სამხედრო ტექნიკის საზღვაო გზით მიწოდება უკრაინისთვის გაცილებით მოწყვლადია რუსული რაკეტების და დრონებისათვის. ამიტომ უახლოეს თვეებში ისინი შესაძლოა შემცირდეს, თუკი მოსკოვის მხრიდან ოდესის მიმართ ყურადღების გაზრდასთან დაკავშირებული პროგნოზები გამართლდება. ივნისში რუსეთის შეიარაღებული ძალები დიდ შეტევას დაიწყებენ. რუსეთი შეეცდება წინ წაიწიოს ხარკოვის, სუმის და დნეპრის მიმართულებით, წერს გერმანული გამოცემა ბილდი. იმავდროულად სამთვიანი ამოსუნთქვის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ფრონტზე ათასობით ახალი ჯარისკაცი გაგზავნეს. სამოქალაქო ტექნიკა შეავსეს ტანკებით, ასევე განაახლეს თავისი საჰაერო სივრცე. პუტინის არმიამ მიიღო გაკვეთილები ომისგან, რომელშიც დრონებს იყენებენ, შექმნა უამრავი ახალი უპილოტო აპარატი და ახლა მათი გამოყენება უნდა, ამბობს ბილდთან სამხედრო ექსპერტი ნიკოლანგე. რუსებს მეორე მხარეს ტაქტიკის ასხს იყენებს და წარმატებას აღწევს. იყენებენ ათასობით ახალ დრონს და რადიოელექტრონულ ბრძოლის საშუალებას. რუსები ახლა უკრაინელ ლოგისტიკურ სისტემაზე ნადირობენ და ათობით მათგანს ანადგურებენ დღის განმავლობაში, ამბობს უსაფრთხოების სფეროს მკვლევარი ნიკოლანგე.
ბრიტანული Financial Times-ი უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის არმიის რიგებში მორალური მდგომარეობა უარესდება, ჯარისკაცებს შორის არის დაღლილობა და იმედგაცრუება. უკრაინის არმიაში დაღლილობის განცდა და იმედგაცრუება ვრცელდება როგორც გამოცდილ ოფიცრებში, ასევე ახლახან მობილიზებულ სამხედროებშიც. მათი მორალური შემართება სუსტდება, იზრდება განცდა, რომ ომის დასრულების მკაფიო გეგმა არ არსებობს, ხოლო ადამიანების სიცოცხლე ომს ფუჭად ეწირება. შემტევი ქვედანაყოფის მეთაურის მოადგილე, რომელიც დონბასის რესპუბლიკაში პარკოვსკთან იბრძვის, გამოცემას უთხრა, რომ არმია ძალიან გამოფიტულია. ბოლო კვირაებში საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდა პოკროვსკის და კონსტანტინოვსკის ირგვლივ. ზეწოლა ხორციელდება საყრდენ პუნქტებზე კრამატორსკსა და სლავიანსკში, ასევე მეზობელი დნეპროპეტროვსკის საზღვრებთან. ქვეითებს ეხმარება რუსული მძიმე და მაღალტექნოლოგიური შეიარაღება, რომელიც წინ მიიწევს დაგეგმილი ბომბებით, რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით, მათ შორის ახალი მოდელებით, რომლებიც მიერთებულნი არიან ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებზე და შესაბამისად ელექტრონული ხარვეზებისგან დაცულები არიან. უკრაინის არმია იძულებით იხევს უკან ისეთი ქალაქებიდან, როგორებიცაა ტორეცკი და ჩასოვიარდი, სადაც პოზიციების შენარჩუნება ძალიან ძვირი ჩდება. Sky News-ი ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციის საზღვართან ხარკოვის შემოგარენში 50,000-ზე მეტი რუსი სამხედროა. მაღალჩინოსანი უკრაინელი სამხედროს თქმით, კრემლის ჯარები უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით ხარკოვთან საზღვრის მეორე მხარეს იყრიან თავს და სახეზეა შეტევითი მოქმედებისთვის აშკარა და აქტიური მზადება, წერს გამოცემა. Sky News-ის სამხედრო ანალიტიკოს მაიკ კლარკს მიაჩნია, რომ არმიის თავმოყრა დაკავშირებულია რუსეთის ოპერაციასთან, განდევნოს უკრაინის არმია მათ მიერ ოკუპირებული კურსკის ოლქიდან, რომელიც ხარკოვთან ახლოს მდებარეობს. ახლა, როდესაც მათ კურსკი დაიბრუნეს, საინტერესოა განაგრძობენ თუ არა შეტევას, კითხულობს ბრიტანული ტელეკომპანია. ბრიუსელი განიხილავს შესაძლო გამოსვლას რეჟიმიდან, რომელიც უკრაინელებს ევროკავშირში ცხოვრების და მუშაობის უფლებას აძლევს, წერს ევროაქტივი. ის, რაც თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც საგანგებო ზომა უკრაინელი დევნილებისთვის, ახლა ევროკავშირის კანონმდებლობის გამოცდად იქცა. 2022 წელს ეს იყო დროებითი გადაწყვეტილება. დასაწყისში დირექტივამ სამშვიდობო ცნო 2 გაგრძელების უფლება და ვადა 3 წლის შეწყვიტა 2025 წლის მარტამდე. თუმცა საბოლოოდ ევროკომისიამ ეს ვადა 2026 წლამდე გაახანგრძლივა, რითაც კანონის ნორმებს უფრო რბილი ინტერპრეტაცია მისცა. ახლა ევროკავშირის ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, დახურულ კარს მიღმა სულ უფრო ხშირად განიხილავენ ეგრეთ წოდებულ გამოსავლის სტრატეგიას, რადგან ეყრდნობიან შეცვლილ გეოპოლიტიკურ სიტუაციას. საკითხის შესაძლოა დააყენონ უკვე 12-13 ივნისს ევროკავშირის იუსტიციისა და საშინაო საქმეების საბჭოს სხდომაზე. წევრი ქვეყნების უმრავლესობა ვადის გახანგრძლივებას ემხრობა, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ სამართლებრივი შესაძლებლობები ფაქტიურად ამოწურულია. ბოლო გაგრძელების შემდეგ ჩვენ ისედაც ზღვარს მიუახლოვდით, განაცხადა საიმიგრაციო პოლიტიკის შემუშავების საერთაშორისო ცენტრის უფროსმა მრჩეველმა მარტინ ვაგნერმა. მისი თქმით, თუკი დირექტივა სიტყვა-სიტყვით გავყვებით, უკრაინელებისთვის შეღავათების მინიჭება უკვე შეწყვეტილი უნდა იყოს. მაგრამ რადგან ეს არ მოხდა, აუცილებელია სერიოზულად განვიხილოთ ალტერნატივები და თუ როგორმე გამოვედით ეტაპობრივად დროებით დაცვის რეჟიმიდან, ამბობს იგი. ერთ-ერთი ვარიანტი ვაგნერის აზრით არის შეღავათების მიმღებთა წრის შევიწროვება, მაგალითად მათი გარიცხვა, ვინც უკრაინაში საბოლოოდ დაბრუნდა. მათ უნდა აეკრძალოთ ამ სქემით განმეორებით სარგებლობა, ან კიდევ ერთი ვარიანტია მიმდინარე წესების თანახმად ახალი გამცხადებლების დაბლოკვა. კიდევ ერთი გზაა ყველაფრის ისე დატოვება, როგორც არის, მაგრამ ეს არისკოა და შესაძლოა ძალიან ძვირი დაჯდეს. ჩვენ გავაანალიზეთ რამდენიმე ბენეფიციარი ახლა ევროკავშირის ტერიტორიაზე და რა მოხდება თუკი უკრაინელების 25% ან 50% აქ დარჩენას გადაწყვეტს. ეს სისტემისთვის კოლოსალური დატვირთვა იქნება, აცხადებს ექსპერტი.